გორში ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისა და მკვლევრებისთვის შექმნილი OSINT ხელსაწყოების შესახებ გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს და ქართულ რეალობაზე მორგებულ кейსებს. და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის იმ ძირითადი ტექნიკების და ინსტრუმენტების გაზიარებას, რომლებიც წლებია გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით დოკუმენტური გამოძიებებისა და ფაქტების დადგენის პროცესში. დღევანდელ საქართველოში, სადაც მედია სივრცე მზარდი ზეწოლის, ცენზურისა და დეზინფორმაციის შექცევა, ხოლო ინფორმაციის მოძიების ტრადიციული გზები ხშირად ბლოკირებულია, OSINT წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და უსაფრთხო გამოსავალს. ეს არის ეფექტური და სწრაფი გზა ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გადამოწმებისთვის. OSINT-ის ინსტრუმენტები აპოლიტიკურია და ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომია, აცხადებენ დოკუმენტის ავტორები. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ username-ის კვლევა, ამათ მედია საშუალება იქნება თუ უბრალოდ საიტი, ვის შექმნა. დღეს ჩვენ მქონდა გზამკვლევის გამოძიება ღია წყაროების პრეზენტაცია. ეს არის OSINT ხელსაწყოებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელსაც გავუგზავნით ადგილობრივ მედია საშუალებებს. ეს იქნება მათთვის დამატებითი სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა იმუშაონ ცენზურის პირობებში, თუნდაც არ მისცენ ინფორმაცია საჯარო უწყებებმა, როგორ არის შესაძლებელი, რომ ჩვენთვის ლეგალურად დამოუკიდებლად მოვიძიოთ ინტერნეტ სივრციდან ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია დავადგინოთ კავშირები. ამ ყველაფერს აკეთებს დღეს ხელოვნური ინტელექტი და გვინდა რომ ამ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით რეგიონში დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება როგორც მედია საშუალებებში, ისე სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც დაინტერესებულები არიან კვლევით. ეს გვეხმარება მოკლე დროში მონაცემებზე დაყრდნობით ზუსტი ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში. დღეს იყო გზამკვლევის პრეზენტაცია OSINT-ის შესახებ და საქართველოში ქართულ ენაზე მსგავსი ინფორმაცია ფაქტურად არ არის ხელმისაწვდომი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის. ყოველდღიურად საქართველოში მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იდგმევა ნაბიჯები და ფაქტიურად ჟურნალისტიკა და მით უმეტეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა უკვე ნელ-ნელა ასე ვთქვათ ჟურნალისტიკას და საგამოძიებო ჟურნალისტიკას ებრძვის სახელმწიფო და ხელისუფლება მსგავსი ტიპის გზამკვლევები და ინფორმაციის გავრცელება ზოგადად არა მხოლოდ ჟურნალისტებისათვის, არამედ რიგით აქტიური მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი არის, რათა მოხდეს ამა თუ იმ ინფორმაციის დროულად მიღება, მისი გაანალიზება და ინფორმაციისა და ამ გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე შემდეგ უკვე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და რა თქმა უნდა საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება მათ გარშემო, რა გარემოში უწევთ ცხოვრება, რა პრობლემები არის და ასე შემდეგ.